მე ცოტა ისეთ თემას მინდა ეხლა რომ შევეხო. ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდი და ამ გადმოსახედიდან როგორი ნაბიჯი იყო შენ ცხოვრებაში დაქორწინება დაუჯახება. ხო, იცი რა არის? ცოტა უცნაური შეიძლება რომ იყოს, ეხლა რასაც ვიტყვი, მაგრამ შენი აზრით აი წარმატების გამო რო იყო წარმატებული. ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. იცი რა არის? მე მივხვდი, რომ არ არსებობს აბსოლუტური რეალობა. შეგცვალა ისე? მე წლების განმავლობაში ტირილით ვიღვიძებდი, იმიტომ რომ ეს მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ნათია კახიძე. გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ გვესტუმრე და ვფიქრობ რომ საინტერესო ინტერვიუ უნდა გამოგვივიდეს. ნახოთ. შენ როგორი წინათგზნობა მაქვს? მე ვფიქრობ რომ ალბათ საინტერესო იქნება. კი ბატონო, როგორი ბავშვობა გქონდა, როგორ გაიზარდე? ხო, ძალიან ვფიქრობ რომ საინტერესო და ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამაში, რა თქმა უნდა, ჩემო მშობლებმა და განსაკუთრებით ალბათ, როცა ბავშვობაზე ვლაპარაკობ, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნა მამის როლს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ქალბატონების ცხოვრებაში მამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ისე ზოგადად ცხოვრებაში იყო. ბავშვებთან ურთიერთობა, პატარა ბავშვებთან ურთიერთობის დროს მამების როლიც ხო დიდი, ანუ ადრე იყო, რომ აი მამა მაგალითად მოსაფერებლად. ხო, აი მოსაფერებლად მიდიოდა მარტო ბავშვთან. აი ხო არასწორია. შენი ცალსახად არასწორია და რა თქმა უნდა მამაკაცის ბიჭის შვილის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლი, რა თქმა უნდა ცალსახად და ვფიქრობ რომ ორივე მშობელმა უნდა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა და ეს ვთქვათ მშობლობა, მაგრამ აი ქალის გოგოს შემთხვევაში მამის როლი ვფიქრობ რომ კიდე უფრო ღრმა და საინტერესო არის, იმიტომ რომ თუ ფსიქოლოგებს დაუჯერებთ, ეს განსაზღვრავს სამომავლოდ, როგორ პარტნიორს აირჩევს ქალბატონი, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და ამიტომაც გოგონების მამიკოებს ვურჩევ რომ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის წინაშე დგანან და ამას აუცილებლად მიაქციან ყურადღება. და უფრო ჩართულები იყვნენ თავისი შვილის აღზრდაში. მაგრამ ბიჭებსაც არ მოაკლო ყურადღება, ეს იმას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჩემს ბავშვობაზე რომ ვისაუბრო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მთლიანი ეს ოჯახის სტრუქტურა აღიწეროს. მამაჩემი იყო 36 წლის, როცა ცოლი მოიყვანა. ის იყო ძალიან გააზრებული თავის გადაწყვეტილებაში, ჩამოყალიბებული და ყოველთვის, როდესაც რაღაც ამ თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ჩემს პირად გამოცდილებას ვაზიარებ მეგობრებში, რომ ალბათ ჩემი პირადი აზრით მნიშვნელოვანია რომ მამაკაცით მათ შორის როცა უკვე ფიქრობს ოჯახის შექმნაზე, უნდა იყოს ისეთი ასაკის, როდესაც ჩამოყალიბებულია, იცის ზუსტად რა უნდა, რადგან ჩემი პირადი გამოცდილებით მამაჩემის შეიძლება პატარა ასაკში რომ მოიყვანა ცოლი მსგავსად ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ რომ მეტად გააზრებული ქონდა ოჯახის მნიშვნელობა. პასუხისმგებლობა უფრო გააზრებული რა თქმა უნდა, სამი გოგონები ვართ ჩვენ ოჯახში, სამი შვილი ყავს, სამივე ქალბატონი და ვფიქრობ რომ მან მისი მამობრივი მოვალეობა სრულფასოვნად შეასრულა. რაღაც დეტალებით რომ გავიხსენოთ ჩემი ცხოვრებიდან, არასოდეს არ დადიოდა დედაჩემი ჩემს მშობელთა კრებაზე. არასოდეს არც ჩემი კლასელები დედაჩემს არ იცნობდნენ ფაქტიურად, იმიტომ რომ მამაჩემს დავყავდი ყოველთვის. სამი ხართ, ხო? სამი შვილის შემთხვევაში ეგრე იყო? კი, სამი შვილის შემთხვევაში იყო ესე. პირადად ჩემს შემთხვევაში მამა იყო ჩემი მესაიდუმლო, მამა განაპირობა ის რომ მე მაქვს მაღალი თვითშეფასება, ის იყო ყველაზე ახლო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და მისი ჩართულობა ბაღშიც მას დავყავდი, სკოლაშიც მას დავყავდი, მშობელთა კრებებზეც ის დადიოდა და მოკლედ ეს იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის დღეს ჩემთვის, რომ ძალიან მიხარია რომ ჩემს გოგოშვილსაც შესანიშნავი მამა ყავს და ალბათ სწორედ ჩემი ბავშვობის გამოცდილებამ განაპირობა მისი არჩევანი. კი ბატონო, ძალიან კარგად ჩამოაყალიბეს სრულფასოვნად. ჩემი არჩევანიც კარგად დაასრულე ბოლოს და მე მაინტერესებს როგორ ოჯახში იზრდებოდი უფრო დეტალურად რო ვთქვა და რა იყო თქვენი ოჯახის მთავარი ღირებულება ესე ვთქვა. კი ბატონო, იმის და მიუხედავად რომ მამაჩემი დედაჩემზე ასაკით გაცლებით უფრო დიდია, ესე უფრო კონკრეტულად რომ თქვა, მამაჩემმა რომ სკოლა დაამთავრა, დედაჩემი მაშინ დაიბადა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა არის 17 წელი. ჩვენს ოჯახში მნიშვნელოვანი არის ის რომ გვაქვს დემოკრატია.
ბატონო. და მე მსგავს გარემოში გავიზარდე, სადაც ყველას აქვს არჩევანის უფლება, რომ გააკეთოს, იმოქმედოს და იცხოვროს ისე, როგორც თავად სურს. ჩვენ არის იმის და მიუხედავად, რომ აი ამ სისტემაში, რასაც ოჯახი ქვია, ყოველთვის მამაჩემი ჩვენთვის იყო რაღაც თავარი პერსონა, ის ყოველთვის გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ იმის და მიუხედავად, რომ პატარა გოგონები ვიყავით და გოგოებთან მამები თითქოს უფრო მკაცრები არიან, მით უმეტეს მაგთაობის ადამიანები, მამაჩემი ყოველთვის გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ გვესწავლა, გვემუშავა. მოვიყვან ერთ-ერთ მაგალითს, მე ვიყავი დაახლოებით 13 წლის ასაკში, ვფიქრობ, რომ ძალიან პატარა მოზარდი ფაქტიურად, როდესაც მამაჩემთან მივედი და ვუთხარი, რომ მინდოდა მუშაობა, რაღაც ფლაიერების დარიგება და გადამიხდნენ 10 ლარს. და ალბათ სხვა მისი თანატოლი ადამიანი ამას შეურაცხყოფად მიიღებდა. ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს ესე აღარ უყურებენ, მაგრამ შეურაცხყოფად არა, უფრო შეიძლება აი ხო, მე უცებ ხარ რა განცდაზე, მე უფლა არის, რომ აი ვინმე რამე არ უთხრას რა შეიძლება შეურაცხყოფად არ მგონია. ხო, ანუ მის პირად შეურაცხყოფად არ გულისხმობ, აი რაღაცა აი რა გვიჭირს ახლა მაგის, რა შენ თქვა 13 წლის ბავშვმა აი 10 ლარად ფლაიერები არ დაარიგო, ხო? თქვა შეიძლება ვიღაცისთვის მსგავსი და ძალიან გავრცელებული იყო მაგ პერიოდში მით უმეტეს მე ვამბობ 2013 წელს. კი ბატონო. მაშინ სხვანაირად აღიქმებოდა კიდე ბავშვის მუშაობა და სამწუხაროდ ცალსახად. და მამაჩემმა მითხრა რომ ძალიან უხაროდა ჩემი ეს გადაწყვეტილება, ძალიან ბედნიერი იყო ამით და რა თქმა უნდა მომეცა, ესე ვთქვათ, ამის შესაძლებლობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ და კიდევ ბევრი, ვთქვათ, სამუშაო გამოცდილება მივიღე აქედან 13 წლის ასაკიდან დაწყებული და ამან ვფიქრობ პიროვნულად ძალიან გამიზარდა და მომცა თავისუფლება. ინფლუენსერი ხარ. გახლავართ. ბავშვობაში ოცნებობდი ინფლუენსერობაზე თქო, ვერ კითხავ, იმიტომ რომ მაშინ ეს პროფესია არ არსებობდა. ხშირ შემთხვევაში კომენტარებში წერს ჩვენი მაყურებლები, რომ ინფლუენსერობა პროფესია როდის მერე გახდაო. შენ როგორი შეხედულება გაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით? ბავშვობაში არ ნამდვილად არ მიფიქრე იმაზე, რომ ინფლუენსერი გავხდებოდი, იმიტომ რომ პროფესია არც არსებობდა, სიმართლედ რომ ვთქვათ. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ქიმია და ფიზიკა და საერთოდ მაგვიმართულებით მინდოდა, რომ რაღაც კოსმოსი მაინტერესებდა უფრო პატარა ასაკში და ის რო არის ჟურნალების, სკოლის დამთავრების და ბაღის დამთავრების, აი მანდ მაგ რაღაცები ჩაწერილი, რომ მინდა მოდელობა და მეცნიერება, თქო. და არ ვიცი, იცით, სიმართლე გითხრა, ეს რაღაც პროფესიად, ესე ცალსახა პროფესიად, რომელზეც მაქსიმალურად უნდა ვიყო დამოკიდებული ფინანსურად, ამას დღესაც არ ვუყურებ. იმიტომ კი არა რაღაცნაირად არ აღვიქვამ როგორც პროფესიას, უბრალოდ ჩემ ცხოვრებაში არ მინდა რომ ეს ესე გადაიქცეს, რადგანაც ვფიქრობ, რომ როდესაც ეს არის შენი მთავარი შემოსავლის წყარო, გიწევს ისეთ რაღაცეებზე თანხმობა გააკეთო რეკლამა, რომელიც შეიძლება რომ არ გინდოდეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო საინტერესო იქნება პირადად ჩემთვის ეს ჩემი გამოცდილება არის და ჩემი ხედვა, რომ მნიშვნელოვანია რაღაც კარიერულად სხვანაირად განვითარდეთ, ეს პირადად ჩემი გამოცდილება, ხოლო ამას უკვე ვუყურებ როგორც ასევე დამატებით შემოსავლის წყაროდ საქმიანობა, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ აი თავისუფლება იმის, რომ არ ვიყო დასტრესილი, რაღაც მაგადასაღებ, რაღაც უნდა გავაკეთო. არა, სრულიად თავისუფალი ვარ ამ საკითხში. დასტრესილი რო იყო, მგონი არ იქნება ეგეთი შედეგიანი, როგორც ეხლა. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი გამომწერი ყავს. ხო, აი მე მირჩევნია, რომ ამ საქმიანობაში არ მქონდეს რაღაც დიდი პასუხისმგებლობები, იმიტომ რომ პირადად მე ვარ ცოტა ზედმეტად პასუხისმგებლიანი ადამიანი და შემომჩნია საკუთარ თავს, რომ თუ ამ საქმიანობას რაღაცა ცოტა ისე საქმიანად ვუდგები, მეტყობა არ მიხდება, არ მსიამოვნებს, ამიტომ დავტოვე ჰობის ნაწილში და ნახე პასუხისმგებლობაზე საუბრეთ და შენს აუდიტორიასთან როგორი პასუხისმგებლობა გაქვს? ეგ საინტერესოა. ხო, ეგეც არ მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ახლა აუდიტორია როდესაც ყავს, შენ სიტყვას აქვს მნიშვნელობა ვიღაცებზე და გავლენა ადამიანებზე და შინაგანად როგორ ფიქრობ? ხო, იცი რა არის, ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ როგორ დავიწყე, ხო, ეს საქმიანობა ძალიან მაშინ მაგ პერიოდში კი რა ძალიან პატარა მყავდა, არც მუშაობდი, არც სწავლობდი, სხვა ქალაქში ვიყავი გადასული და მოკლედ ძალიან ცუდად ვგრძნობდი, გულწრფელად ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. და ეს აპლიკაცია, რომელიც ესე უბრალოდ გაგონილი მქონდა, რომ არსებობდა, ახალი ტელეფონი ვიყიდე და იქ რაღაც აპლიკაციების ჩამონათვალში, რომელსაც ტელეფონში ვიწერდი, ერთ-ერთი იყო TikTok. გადმოვიწერე ეს აპლიკაცია
და მოკლედ რაღაც ვიდეო შემხვდა, რომელზეც მომიდა რაღაც სასაცილო ვიდეო გადამეღა. გადავიღე და ანუ მეორე დღეს ვიღვიძებ და 9 მილიონი ადამიანს აქვს ნანახი რა. ესე უბრალოდ ვერთობოდი რაღაც სახლში ვიყავ კირას ვზრდიდი, ძალიან პატარა ბავშვი მყავდა და რაღაც აი ჩემს ცხოვრებას ვაზიარავდი პერიოდულად რა, ის რაღაც საჭმელს გავაკეთებდი, გადავიღებდი, კირას ერთად რაღაც საყვარელ ვიდეოს გადავიღებდი და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ 6 თვეში 100,000-ობით ადამიანი მიყურებდა, ხალხი მცნობდა და რაღაცნაირად ესე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და დროთა განმავლობაში მე უკვე სხვა პასუხისმგებლობებით ვიგრძენი, რომ იქ პატარა ბავშვები მიყურებენ, დედები მეუბნებიან, რომ აი ჩემი 5 წლის, 6 წლის ბავშვი გიყურებს. რაც ასევე სრულიად გაუგებარია ჩემთვის და საერთოდ არ ვეთანხმები იმას, რომ ამ აპლიკაციას ამ ესეთი ასაკის კატეგორია უნდა უყურებდეს, მაგრამ ეს რეალურად ხდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ხო, უფრო მნიშვნელოვანი არის ის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომ რაღაცეები რაც შეიძლება რომ ჯანმრთელობისთვის იყოს მავნე, რაც შეიძლება რომ საკუთარი შვილისთვის არ გინდოდეს. ისინი ცოტა კამერას მოვარიდოთ. კი ბატონო, ანუ ხშირ შემთხვევაში ბოლო პერიოდში მე რაც მინახავს და შეხვედრილ ვარ, არის ეგ პრობლემა რა და დასანახადაც ისეთია, იმიტომ რომ ეხლა მეც მამა ვარ, უკვე 1 წელია და 6 თვე და ძალიან ურთხილდები მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში როდესაც ირთვება ტელევიზორში, მაშინ ხო ხვდები რომ ძალიან მოწონს და უყურებს რაღაცებს და რაღაც შიშივით მაქვს, იცი რომ არ მოგატყუა რომ აი დიდი ხანი არ უნდა ვაყურებინო რა. კი, რა თქმა უნდა, შიში სრულიად ცალსახაა. და მე ფეხბურთი მამა. აი რაღაცებს თვითობით ხომე რა. ხო, ანუ არის ძირითადი ჰობი გვაქვს, ძალიან მაგარი ჰობი გვაქვს, რომ ვამტვრევთ ყველაფერს. ბიჭი არის? კი, კი. ერთად ვამტვრევთ ყველაფერს. შვენიერია, სხვადასხვა ის რაღაცა დამტვრევა და დანგრევა და რაღაცები არის გარემთარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უნდა მივცეთ ჩვენ შვილებს ამის უფლება. ჩვენ მასე ვიმართლებთ თავს ჩვენ ორი და თურმე ეგრეა, ხო? კი, რეალურად ეგრეა. ძალიან კარგი, გაიგონეთ ოჯახში. რა არ უნდა იკადროს ინფლუენსერმა პირდაპირ კითხო? არ ვიცი, იცი? ანუ ესე რა არ უნდა იკადროს ინფლუენსერმა? არ. მე გეტყვი ამ კითხვის შინაარს როგორ გეკითხები რა. ხო გინახავს რომ რაღაცას უყურებ და არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ იქრინჯები. ხო, იცი რა არის? ცოტა უცნაური შეიძლება რომ იყოს, ეხლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ესე აქტიური მაყურებელი არ ვარ. არც ერთი აპლიკაციის? არც ერთი აპლიკაციის. ან თავისუფალ დროს რასაკეთებ ხოლმე? ვუსმენ ლექციებს. და კარგი, მე ხო, ანუ აი ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ მე საერთოდ არ ვსკროლავ. საერთოდ არ ვსკროლავ. საერთოდ არ ვსკროლავ. ანუ შენი მეხსიერება ძალიან კარგი ფორმაშია. ხო, შეიძლება ითქვას, იმედი მეხსიერება ძალიან კარგი არ მაქვს, მაგრამ მე გეტყვი რა, მე ვფრთხილდები ნეიროსისტემას. იმის შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა სკროლვა, მე თვითონ ხვდები რომ რაღაცებს ვეღარ ვიმახსოვრებ. შეიძლება და მე შემხვდა ამაზე პოდკასტების ხშირი მაყურებელი ვარ და ერთ-ერთი მოსაზრება იყო, არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს, უბრალოდ ერთ-ერთი მიზეზად ეგ დაასახელეს, რომ სკროლის დროს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამდენი ინფორმაცია შედის ტვინში, რომელიც გადაუმუშავებელი ნაგავია და მე საკუთარ თავს ავუკრძალე სკროლო და აი შეიძლება რაღაც დღის განმავლობაში აი ძილის წინ, მაგრამ ისიც ძალიან იშვიათად რა, ძირითადად დიდი ხანია რაც ეგრე ხარ? კი, საკმაოდ დიდი ხანია. ზოგადად სკროლო დიდად ისედაც არ მიყვარდა არასოდეს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში საერთოდ ავუკრძალე, შეიძლება რაღაც რისერჩის გამო, ან აი საქმიანი, როცა რაღაც მიდიხარ სამოგზაუროდ და კონტენტი გინდა რომ მოძებნო, აი ამ მიმართულებით, მაგრამ უკვე ყავს ადამიანი, რომელიც ამას ჩემს მაგივრად აკეთებს. შესაბამისად, უკვე აღარ ვიტვირთავ თავს და ძირითადად ჩემს თავისუფალ დროს საბას აპლიკაცია მაქვს გადმოწერილი, ელექტროციგნები მაქვს ჩართული. კი. ავტომობილში ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენია, უბრალოდ შეიძლება დიდ გზებზე არ უნდა მოსვინოთ, მაგრამ შეიძლება ჩაგეძინოთ. იმიტომ რომ ძალიან კარგი ხმით. ნამდვილად. საბა დავარეკლამოთ. იმიტომ რომ ხო, როგორ დავარეკლამეთ, ხედავთ? კარგი აპია და ხო, ამას არ ამოწევს. ნამდვილად რეკომენდაცია. რეალურად ისეთი ხარ, როგორც ვიდეოებში? იმიტომ რომ მე მინახავს ადამიანები, ვინც არ არიან. ხო, მაგრამ ფიქრობ, რომ ამას აუდიტორია ძალიან მარტივად ხვდება და არ ვიცი. მაგრამ ზოგი არის კარგი მსახიობი. წლების განმავლობაში იყო კარგი მსახიობი, ჩემი აზრით, არ ვიცი, ნამდვილად რთული არის კი. რთული არის და ალბათ შეუძლებელი. მით უმეტეს ალბათ გააჩნია კონკრეტულად რა კონტენტი გაქვს რა. თუ მაგალითად რაღაც მაგალითად კონკრეტულად რაღაც ცხოველების მიმართულებით იღებ vlogs, შეიძლება რომ იქ რაღაცა წკაბ და სხვანაირი გახდე, მაგრამ როდესაც ეს არის შენი ცხოვრების ლაიფსტაილი და სხვა ცხოვრების მიმართულებით. ეს არ გიფიქრია რომ შენი ეს ცხოვრების გამოტანა საჯაროდ.
აი რაიმე დისკომფორტ შეგიქმნიდა. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი დისკომფორტ შეგიქმნიდა. არანაირი დისკომფორტს არ მიქმნის ჩემს ცხოვრებაზე და პირად ეს ეხლა საკითხებზე საუბარ. დასაწყისში? არც დასაწყისში. ანუ მე მინდა მივიდე იქითკენ, რომ აი კომენტარებზე როგორი რეაქცია გაქვს. არანაირი რეაქცია არ მაქვს. გამოიმუშავე? არა, ისე ვიყავი სულ. არც არ მეინტერესებდა. რა თქმა უნდა, ხო, ჩემთვის ყველა ადამიანები ვართ. ნამდვილად. რეალურად რო შევხედოთ და არავის არ სიამოვნებს, ყოველ შემთხვევაში მე თავიდან მიჭირდა უარყოფით კომენტარებზე, როცა ვკითხულობდი თან რო ვერ ხვდები რის გამო. მისაღებად მიმღებლობა ამის ძალიან მიჭირდა დასაწყისში. ეხლა უკვე გამოვიმუშავე საკუთარ თავთან თქო ამას ვამბობ სულ და კი ნამდვილად გამოვიმუშავე და აღარ აქვს გავლენა, მაგრამ დასაწყისში ქონდა რა, მახსოვს პერიოდი, რომ ძალიან დიდი გავლენა ქონდა. შენ ამბობ, რომ საერთოდ არ ქონდა? არასოდეს. ანუ შეგუებულად დაიწყე ვითო ეგრე? არასოდეს არ ქონია ჩემზე რაღაც განსაკუთრებული გავლენა კომენტარს და თუ რაიმე კომენტარი სადმე მომედება და თუ რაიმე კომენტარი ცოტა შემარყევს, ხვდები რომ ეს არის სამუშაო, იმიტომ რომ რაღაც მხრივ მე ამ კომენტარს ალბათ ქვეცნობიერად სადღაც ვეთანხმები და ამიტომაც მაქვს რეაქცია, იმიტომ რომ შენ რო ეხა ვიღაცამ გითხრას, რომ შენ გაქვს წითელი ცხვირი. ხო. აი ვიღაცა მოდის და გეუბნება რომ წითელი ცხვირი გაქვს. ამაზე შეიძლება რომ ქონდეს რაიმე სახის რეაქცია. ხო, არა, იმიტომ რომ არ მაქვს. ხო, არ გაქვს. მსგავსად, როდესაც რაღაც არარეალურს გეუბნებია, რაში შენ დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში და იცი რომ ისე არ არის, მაშინ არ გედება რა არსად, მაგრამ იყო რაღაც საკითხები, რომლებზეც ვკითხულობდი, მაგალითად იყო კირას საკითხი, როდესაც მიწერდნენ, ყველა ძალიან რთული. მისვლა ხო, ხო, აი ბავშვის რაღაცაზე როცა მიწერენ, იყო რაღაც მომენტებში, როდესაც წარდებოდი, ესე ვთქვათ, აი რაღაცა. მე შემდეგ ამას ეს ფსიქოლოგთან დამუშავდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რა ჩემთვის, აი რატო მქონდა რეაქცია უარყოფით კომენტარებზე, იმიტომ რომ ზოგადად არ მაქვს სხვა, აი რომ მიწერო რომ მახინჯი ხარ, არ მაქვს გართულება და ამაზე რატო მაქვს, ხო? იმიტომ მაქვს რომ რაღაც სადღაც პრობლემა გაქვს, რაღაც შენ არ ხარ თავდაჯერებული იმაში, რომ კარგი დედა ხარ და როცა ვიღაც გიწერს რომ ცუდი დედა ხარ, სადღაც ფიქრობ რომ ხო, მეც ვეთანხმები. შემდეგ როცა ეს დამუშავდა, მივხვდი რომ ეს უბრალოდ თუ ცუდი კომენტარი შენზე მოქმედებს, რაღაც თავდაჯერების პრობლემა არის რეალურად. იმიტომ რომ ანუ ცოტა რეალურად რო შევხედოთ ამ საკითხს, კრიტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, მაგრამ კრიტიკას გააჩნია. მან შემიძლია ვიდაოდ. რა თქმა უნდა, კრიტიკა მნიშვნელოვანია, ჯანსაღი კრიტიკას სანთლით დავეძებ და პირიქით ხშირად ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს მივდივარ და ვეუბნები, რომ აი ეს როგორ, აბა სხვანაირად პირდაპირ მითხარ, რას ფიქრობ მითხარ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ჯანსაღად საყვარელი ადამიანები ესე ვთქვათ არ გვაკრიტიკებენ, არავინ არ გვეუბნება ეს პირში რაღაცეებს, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანია კრიტიკით ვიზრდებით. მაგრამ როდესაც ადამიანი გიწერს ანუ არსაიდან რაღაც სისულელეს, მე ხვდები რომ უბრალოდ ის შენზე კი არ ლაპარაკობს, ის თავის თავზე ლაპარაკობს და აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც ერში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. ესეც არის გაუნათლებლობის გამო და ბევრი სხვა მიზეზის გამო და ამ არასრულფასოვნების კომპლექსს გამოხატავს ესე, გიწერს რაღაცა ცუდს და გევედრება, რომ აი შეამჩნიო, ნახე მეც აქ ვარ, მეც ცოცხალი ვარ, შემომხედე, შემომჩნიო და როგორ შეიძლება რომ ესეთ ადამიანზე რაიმე სახის რეაქცია გქონდეს. ხო, ეხლა შენ ისე გახსენია ეს ყველაფერი, რომ მეც გამიქრა. ბოლოს მომენტში განსაკუთრებით ძალიან ჯაჭვია, გევედრება რომ შეამჩნიო. ოღონდ ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს რეალურად ესე ხდება. მას ბავშვობაში უწევდა ყურადღება რომ მიექცია რაღაც და ცუდი გაეკეთებია რაღაცა რომ არავინ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას და ეხლაც ესე გონია რომ თუ რაღაცა ცუდს არ გააკეთებს ყურადღებას ვერ მიიქცევს. შენი აზრით აი წარმატების გამო რო იყო წარმატებული ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს? ყველაფერში გააჩნია რაც გულისხმობ. მე ვფიქრობ რომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს. კი ბატონო. და შენ რა გააკეთებია ესეთი მნიშვნელოვანი? ხო, მე მაქვს ესეთი 5 ცხოვრების წერტილი, რასაც ვფიქრობ, რომ აი ჩემი წარმატების გზაზე მნიშვნელოვანი წერტილებია. პირველი ეს არის მესამე კლასში, როდესაც მქონდა პირველი ბიზნესი და ეს გავიაზრე 1 წლის წინ, კი. 1 წლის წინ გავიაზრე, რომ ეს იყო სრულფასოვანი ბიზნესი.
ესე იგი, ჩვენი სკოლის წინ რო იდგნენ ბებიები, მანდ ბულკი ღირდა 21-30 თეთრი, ხოლო ერთი ქუჩის იქეთ, სადაც მამა ეყიდულობდა ხოლმე, მანდ ღირდა 20 თეთრი. მოკლედ, შევკრებ რაღაც ბავშვების წრე, ანუ მე-3 კლასელმა ბავშვმა და თან მე ვიყავი უბრალოდ კურატორი. ერთი ბიჭი, ჩემი კლასელი, იყო ჩემთან ერთად, რომელსაც ვაკვრებინებდი სხვა ბავშვებისგან 25-25 თეთრს. ეს ბავშვი მიდიოდა და მოქონდა ბულკები და ისე გამოდიოდა, რომ ჩემთვის და მისთვის უფასოდ მოგდიოდა, ხო? და ეს გააზრება გაკეთდა დაახლოებით 1-2 წლის წინ, რაღაც უბრალოდ ბავშვობის ისტორიებს ვიხსენებდით და უცებ ამოტივდივდა ჩემს გონებაში და მივხვდი, რომ ეს იყო რეალური ბიზნესი, რომელიც მე-3 კლასელ ბავშვი მოვიგონე. მეორე არის ალბათ ის, როდესაც მუშაობა დავიწყე, ოღონდ ეს არ არის ფლაიერების დარიგება და ასე შემდეგ სხვა სამუშაოები გამოცდილება, ეს არის მე-11 კლასში რო დავიწყე მუშაობა და არაადეკვატური გრაფიკით ვცხოვრობდი, იმიტომ რომ ღამის 3 საათზე ვამთავრებდი სამსახურს, მივდიოდი სახლში და დილით 8-ზე რა თქმა უნდა ვიღვიძებდი და სკოლაში მივდიოდი და სკოლის მერე მოვდიოდი ცოტა მეტი და მერე ისევ სკოლაში. ამას ვაკეთებდი, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან მიყვარდა მუშაობა და უბრალოდ მიყვარდა საკუთარი ფული. შეგიძლია? რა თქმა უნდა შემიძლია დასვენება. რა ძალიან მიყვარს დასვენება და ვაძლევ საკუთარ თავს ამის უფლებას. ვიცი ამას რატომ მეკითხები, არიან ადამიანები, რომელსაც არ შეეძლო და მე ვიყავი მსგავსად, როდესაც რაღაცა non-stop ვაკეთებდი რაღაცებს, მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ დასვენებაც პროცესის ნაწილია. მე-3 ალბათ მთავარი ესეთი ნაბიჯი, რომელიც ფიქრობ, რომ ძალიან განმავითარა და რაღაც წარმატების გზაზე მივყავარ, არის ის, როდესაც ესე მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი დედათა მონასტერში, სადაც რაღაც არაერთხელ ერთი კვირით ვიმოგზაურე და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილება როგორ მიიღე და მე ძალიან მივესალმები პირველ რიგში და მე თვითონაც სამწუხაროდ ამბოლ პერიოდში ვერა, მაგრამ აი სანამ სტუდენტი გავხდებოდი, ჩავდიოდი ხოლმე ხშირად და მან დრო იღებს სულიერ სიმშვიდეს და ნამდვილად იზრდები. ხო, იზრდები და თან რაღაცა ვფიქრობ, რომ ძალიან ესე ვთქვათ პოზიტიური ბრუნდები იქ საიდანაც მიდიხარ. ნამდვილად, კი. იმიტომ რომ თუ რაიმე გვიჭირს ფსიქოლოგიურად და წავალთ მონასტერში, რა ვიცი, ძალიან იდეალური ადგილია. სხვათა შორის ესე რაღაც კონკრეტული პრობლემა მაგ პერიოდში არ მქონდა. უბრალოდ მყავდა ჩემზე 10 წლით უფროსი მეგობარი, რომელიც ხშირად დადიოდა მლეთაში, მამათა მონასტერში და იქ დედაოებსაც რა თქმა უნდა იცნობდა და მოკლედ ამაზე ვსაუბრობდით, რამდენიმეჯერ გამიზიარა იქ ყოფნის გამოცდილება, მეც დავინტერესდი და გადავწყვიტე წავედი მეორადებში, იმიტომ რომ გზელი კაბა არ გამაჩნდა, მთელი ცხოვრება მოკლე კაბებით დავდივარ. შევიძინე გზელი კაბები და წავედი ერთი კვირით. ბევრი არ მიფიქრი ამ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ შეიძლება გადამეფიქრად, ამიტომ უბრალოდ გავაკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან გამზარდა ამ ნაბიჯმა. სხვათა შორის აღმოჩნდა, რომ კარგად გამომდის სანთლის კეთება და კედელზე არის ჩემი ნომერი დაწერილი, როდესაც დედაოებს სჭირდებათ, მიკავშირდებიან ხოლმე და ავდივარ და რაღაცნაირად აი სულიერად განვითარების და აი სამყაროს სხვანაირად აღქმისთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან დამეხმარა. მეოთხე და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ალბათ არ გაგიკვირდება ეს კირას მოვლენა ამ სამყაროში, რომელმაც გაცილებით უფრო მეტად გამზარდა, ვიდრე ალბათ საერთოდ შეგცვალა ისე? ანუ ეხლა რომ დააყენო შენი ძველი მე და შვილის შეძენის შემდეგ. ვფიქრობ, რომ გამაძლიერა უფრო მეტად და ვიდრე შეგცვალა. ხო, ვიდრე შემცვალა. შეცვლით არ შეცვლოლი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყოველთვის მქონდა ეს დიდი მოზღვეებული ენერგია, რომელიც სადღაც უნდა გამიხარჯა. მაგრამ კირას დაბადებამ ამ ყველაფერს უკვე დამატებით აზრი მისცა, თუ ვისთვის და რისთვის შეიძლება რომ არასოდეს არ გაჩერდა და ყოველთვის იმოძრაო. ზუსტად ეს არის ჩემი მეხუთე წერტილი, როდესაც გადავწყვიტე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბავშვით ხელში, საერთოდ სხვა ქალაქიდან კვირაში 4-ჯერ დილის 6 საათზე წამოსულიყავი უნივერსიტეტში, მთელი დღე უნივერსიტეტში გამეტარებია, მე ისევ კირასთან დაუბრუნებულიყავი და აი რაღაცა ამხელა გამოწვევის გადალახვის შემდეგ დღეს უკვე ნამდვილად ვფიქრობ, რომ არ არსებობს ჩემთვის რაღაც ისეთი გამოწვევა,
რომელსაც კირას გამო და მასთან ერთად ვერ გაუმკლავდები. შეეხე რომ პატარა ასაკშიო და თუ არ გექნება უხერხველობა ვისაუბროთ ამ თემაზე, იმიტომ რომ სიამოვნებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გიყურებს, ვინც ფიქრობს ახლა დაუჯახებას და შეიძლება ამის პირიდან გადაიფიქროს ამ პირიქით. ხო არის? ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდი და ამ გადმოსახედიდან როგორი ნაბიჯი იყო შენ ცხოვრებაში დაქორწინება დაუჯახება? შეცვლიდი რამე ეს? არაფერს არ შევცვლიდი ცალსახად, არაფერს არ შევცვლიდი. ჩემი ცხოვრების მთავარი საჩუქარი არის, უფლის საჩუქარია მართლა. აი ყოველ დღე და ყოველ ღამე მე ლოცვის დროს ვეუბნები უფალს მადლობას იმისთვის, რომ ეს საოცარი ადამიანი მაჩუქა და ნამდვილად რაღაც უმადური ადამიანი ვიქნები, რომ თქვა, რომ რამის შევცვლიდი, რომ დრო უკან დავაბრუნო და რაღაცა ისევ არ გავაკეთებ, როგორც გავაკეთე. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. მაგრამ ვერც ვერავის ვერ ვეტყვი, ეს უნდა გააკეთონ, არ უნდა გააკეთონ. ყველა ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც თავად ცვლის საჭიროდ, ხო? მაგრამ შემიძლია ერთადერთი რაღაც პირადად ჩემი გამოცდილებით გავაზიარო, რომ ეს არის ძალიან რთული. ეს არის ურთულესი გადაწყვეტილება, ეს არის ურთულესი პასუხისმგებლობა. მე წლების განმავლობაში ტირილით ვიღვიძებდი, იმიტომ რომ ეს 19 წლის გოგოსთვის შეიძლება ვიღაცისთვის ეს სრულიად ნორმალური და დროულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გამოწვევა არის ყავდეს შვილი. ტირილით რატო ვიღვიძებდი? ეს ჰორმონები იცვლება, შენ გოგონია, რომ შენი ცხოვრება დასრულდა, იმიტომ რომ რაღაც მხრივ ესეც არის რეალურად. პატარა ჩვილის გაზრდას სჭირდება უდიდესი დრო და რესურსი და როდესაც შენ პირადად არ ხარ ჩამოყალიბებული შენს ინტერესებში, შენს პროფესიაში, არ გაქვს შემოსავლის წყარო. მე ძალიან გამიმართლა და მართლა არ შემიძლია რომ მილიონი მადლობა არ გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ დაბადებიდან დღემდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარებოდა იმაში, რომ ეს ყველაფერი პარალელურად მეკეთებია და ნამდვილად ვერასოდეს ვერ ვიტყვი იმას, რომ მე ჩემით მივაღწია, რამეს თუ ოდესმე მივაღწევ, იმიტომ რომ ამაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, განსაკუთრებით ჩემი დედამთილი, რომელიც ძალიან გვერდში მედგა. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ რამდენიმე თვის ბავშვთან ერთად შენ შეძლო ის, რომ ისწავლო, განვითარდე, ის მთელ შენს დროს, ენერგიას, რესურსს ყველაფერს მოიცავს და რამდენიმე წელი შენ აუცილებლად გაქვს დაკარგული და ამიტომ არ ვიცი, ალბათ უფრო უკეთესი იქნება ყველასთვის თუ ჯერ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებს, საკუთარ მიზნებს მიაღწევს, საკუთარ თავს იპოვის და იმ დროს და რესურსს საკუთარ განვითარებაში შეატრიალებს. ნამდვილად ვერ ვიტყვი ახლა სად ვიქნებოდი დღეს კი რა რო არ ყოფილიყო, შეიძლება უფრო ქვევით ან უფრო ზევით, აი ეს არავინ არ იცის და ხო, მაგრამ უფრო ძლიერი ადამიანი გახდი დარწმუნებული ვარ მე ესე ვფიქრობ, კი ბატონო, მაგრამ ეს არ იყო მარტივი, ეს იყო საკმაოდ რთული და თუ ლაპარაკობთ, ალბათ მე პირადად ჩემ შვილს რას ურჩევდი, ხო? კი რა რო გაიზრდება, რას ვეტყვი, ჩემი პირადი გამოცდილებით, რასაც ალბათ ჩემს გამომწერებსაც და შენს აუდიტორიასაც ვეტყვი. ეს რთულია. შენ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ გინდა რომ ახალგაზრდა დედა იყო და გინდა რომ აი შენი სიყვარული იპოვე და 19 წლის ასაკში ოჯახი შექმნა, უნდა იცოდე ის, რომ ეს არის ძალიან ძალიან რთული. და თუ შენ ამისთვის მზად ხარ, შვენიერი ამას იმდენი დადებითი აქვს ის, რომ მე და კირა ფაქტიურად ერთი ასაკის ვართ, ან იმას წარმოვიდგინე, რომ ძალიან მალე კირა ჩემი დაქალი გახდება და ერთნაირები ვიქნებით და რაღაცა კლუბშიც ერთად წავალთ და თავის მეგობრებთანაც ვიდაქალებ. მიყვარს კლუბში სიარული ესე? რა თქმა უნდა, მიყვარს კლუბში სიარული და გართობა და სხვათა შორის ჩვენ რომ საუბრობდით რაღაცა ოჯახში წესებზე, ჩვენ დედა ჩემი, მამა ჩემი, მე და ჩემი ორი და ყველანი ვართ ძალიან კარგი თამადები. მაშინ დავუშვათ ერთი ჭიქა ეგრე როგორ გაგიშვა. აბა შენ თქვი მაშინ თუ კარგი თამადა ხარ. მოდი ამ გადაცემას გავუმარჯვოთ. ჩვენს ვუსურვოთ წარმატება ჩვენს ეპიზოდს. დავაგემოვნოთ ღვინო. ძალიან გემრიელია. ღვინო განსაკუთრებით მიყვარს. მართლა? ძალიან. მით. და გაგატან საჩუქრად აუცილებლად. აუ საჭესთან ხარ ხო? სიამოვნებით. მე ცოტა ისეთ თემას მინდა ეხლა რომ შევეხო. რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩემ რესპონდენტებთან არასასიამოვნო სასაუბრო თემაა, მაგრამ ბულინგზე მინდა გკითხო. ყოფილ ხარ ბულინგის მსხვერპლი? სხვათა შორის
ეს თემაც გავლილი მაქვს, მე დამუშავებული მაქვს პირადი გამოცდილება და ეს რაღაც თავდაცვის მექანიზმები, რომლებიც დღეს ჩემში ვლინდება, როგორც აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ეს მიდის სადღაც სკოლის პერიოდში. ხო, როგორც მე-6 კლასიდან და არა მხოლოდ ძირითადად მაგ პერიოდში იწყება უკვე ეს აქტიურად რაღაც დაჯგუფებების შექმნა და ასე შემდეგ. ესე კონკრეტულად მაქვს ერთი მნიშვნელოვანი გულდაწყვეტა, რომელიც ჩემს აუდიტორიას ერთხელ უკვე გავუზიარე და შენც გაგიზიარებ. მოკლედ, ჩვენს კლასშიც იყო ესეთი დაჯგუფებები და როდესაც ახალი მოსწავლე გადმოდიოდა, ყოველთვის იმას მასხრად ვიგდებდნენ თუ რაღაც და მოკლედ ჩემო მთელმა კლასმა გადაწყვეტა, რომ ახალი გოგო, რომელიც გადმოდიოდა ჩვენს კლასში, სახელს არ ვიტყვი, მოკლედ ეს გოგო არ მიიღოთ, გაერიყათ და რაღაც ცუდად მოქცეოდნენ რა, რაღაცა ესეთი მოლაპარაკება შედგა, როდესაც დამრიგებელმა გვითხრა, რომ ახალი გოგო კლასელი გადმოვიდოდა და მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ის ამ ყველაფრის წინააღმდეგ წავედი, გვერდით დავისვი, პირველივე დღეს რაღაცა წავიყვანე, ბუფეტი დავეთვალიერებინე, რაღაც მოკლედ შევეცადე, რომ მისთვის უსაფრთხო გარემო შემექმნა, იმიტომ რომ ვიცოდი რაც მოხდებოდა. და დაახლოებით რამდენიმე თვის შემდეგ ესეთი სურათი გადაიშალა ჩემს თვალწინ, რომ ეს გოგო, რომელიც ერთადერთი მე ვიყავით მივიღე, შეუერთდა იმათ და ხო, მე აღმოჩნდი ის ადამიანი, რომელიც იყო რაღაცა ამ დაჯგუფებისგან გარიყული, მაგრამ ხო, ფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ მომენტში, იმ პატარა ნათიასთვის ეს ტკივნეული იყო, მაგრამ დღეს ვუყურებ იმას ისე, რომ აი ამ კონკრეტულმა გამოცდილებამ მასწავლა ზღვარი რაღაცნაირად და ის თავდაცვის მექანიზმები გამიუმჯობესა. ეხლა ამ შემთხვევაში ბულინგის სორბით ყოფილ ხარ, მე ეგ მაინტერესებს ბავშვებს, კი? დღეს ვერ ვიქნები მე ბულინგის ვერანაირად. ხო, აი, სწორედ მანდ მივდივართ, რატომ აღარ მაქვს დღეს რეაქცია იმაზე, რომ აი, თუ გახსოვს, ჩემი ქორწილის საკითხზე იყო მთელი ამბავი ატეხილი, ხო, ერთ-ერთი გახმაურებული, ესე ვთქვათ, ქორწილი, რომელზეც მართლა საოცრებები დაიწერა. მე რომ ვიყავი ქორწილის შემდეგ ჩემს ფსიქოლოგთან მისული სეანსზე, განვიხილე და ესე წამოვჭარი საკითხი, რომ აი რატომ არ მაინტერესებს ესე ძალიან ეს საკითხი. ანუ აი ამდენად რო არ გაინტერესებს რამდენი ადამიანი გლანძღავს, ეს რაიმე სახის პრობლემა ან ამპარტავნება ხომ არ არის, რაღაცა აი ამაზე ამ მიმართულებით ვიმუშავეთ. ჩემზე მართლა არ მოქმედებს, რა ვქნა. და სოციალურ ქსელში რო ეხლა აშკარად დიდი დოზით არის. მაგ ადამიანებს მომენტ გავეცით ჩვენ პასუხი და აღარ გვინდა ეს კითხვა აღარ დავსვათ, ხო? იმიტომ რომ კარგად თქვა იქ მე იმას არ ამოვაჭრევინებ არა ის. ხო, მნიშვნელოვანი რა არის იცი? სხვისი აზრი მნიშვნელოვანია? გააჩნია ადამიანს, რა თქმა უნდა, მე მყავს ჩემს ცხოვრებაში, მადლობა ღმერთს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მამა ჩემი. ვისი აზრით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე არ ვეთანხმები იმას, რომ ადამიანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს დამოუკიდებლად, იმიტომ რომ შიგნიდან რაღაც კონკრეტული საკითხი არ ჩანს იმდენად ნათლად. ამიტომ თუ ყავს გვერდით ისეთი ადამიანები, მეგობრები, ოჯახის წევრები, ვინც ცოტა სხვა კუთხიდანაც შეგახედებს, რაჯობია, ხო? მე ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოусმინოთ ჩვენს რიგლივ ადამიანები რას გვეუბნებიან. მე მათ ხშირად ვეკითხები, რომ შეაფასონ რაღაც სიტუაცია, მირჩიონ რა გავაკეთო, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ვიღებ დამოუკიდებლად. და განსხვავებულ აზრს, ანუ შენიდან განსხვავებულ აზრს. პატივი ხომ უნდა სცე? იცი რა არის? მე უკვე ბოლო წლების განმავლობაში მივხვდი, რომ არ არსებობს აბსოლუტური რეალობა. არ არსებობს. ეს სიმართლეზე მაქვს ეგ. ხო, ნუ არ არსებობს რა, ეს სიმართლე არის ბევრნაირი. როგორც შეხედავ, ეგრე იქნება ხო, ანუ სხვადასხვა ადამიანები უყურებენ სხვადასხვანაირად. არის ესეთი მაგალითი, რომ სპილოსთან მიიყვანეს რამდენიმე თვალხეული ადამიანი და ისინი ეხებოდნენ სხვადასხვა ადგილებს, ხო, ვიღაცა ეხებოდა ფეხს, ვიღაცა ეხებოდა ხორთუმს, ვიღაცა ცხვირს, ვიღაცა კუდს და ეს შეხების არის სხვადასხვანაირი იყო და სხვადასხვანაირად აღიქვამდა ყველა ადამიანი. როგორც ეხა 6-იანი და 9-ის მაგალითი რო არის რა. ამიტომაც ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ სხვის აზრს პატივი სცე. კი ბატონო. იმიტომ რომ ყველა ხედავს განსხვავებულად. რა თქმა უნდა. არასთქმად უგიჭირს. არ მიჭირს არასთქმა. ხო.
ასე იყავი ყოველთვის თუ ესეც გამოიმუშავე შენი ბავშვობიდან, იმიტომ რომ ჩემი მაგალითზე რო ავიღოთ, მე მაგალითად არასკომ მიჭირდა რაღაც პერიოდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს ამ არას რო არ ვამბობდი, ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნი საკუთარ თავს. ხო, სხვათა შორის არას თქმა არასოდეს არ მიჭირდა. არა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. ხო? და ხო. და ხშირად იყენებ როგორც ჩანს. და ხო, მნიშვნელოვანი. ვიყენებ, კი, ხშირად ვიყენებ, რომ როდესაც არ მინდა, ვამბობ არას. მირჩევნია რომ რაღაც კაფიოდ გამოვხატო ჩემი სურვილები, თუ ეს არის უარყოფა, თუ ეს არის არა და ასევე მოვითხოვ. ოღონდ ამას არ ვითხოვ, ამას მოვითხოვ ჩემი საყვარელი ადამიანებისგან, რომ არ მაფიქრებინონ და არ დამაძა, აი, არ ჭირდებოდეს კითხაობა, ეს ადამიანი ახლა მართლა უნდა თუ უბრალოდ იმიტომ მეუბნებ რომ ჩემი ხათრი აქვს. მითხარი არა, ანუ ყველაფერი იქნება ოკეი, მირჩევნია, ჩემთვის ეს არის კომფორტის ზონა, რომ ადამიანმა მითხრას არა და მე ვუთხრა არა და არ გამიბრაზდეს. კი ბატონო. დიდი აუდიტორია ყავს ახალგაზრდები, ანუ ახალგაზრდებში გულისხმობ 15-დან ან 17-20 წლის ადამიანებზე მაქვს საუბარი და რას ურჩევდი, როგორები უნდა იყვნენ და რა უნდა გააკეთონ, რომ აი რაღაცეები მაგალითად ცხოვრებაში რაღაცებს იღებ ძალიან ისე რა რთულად, რომელიც არ არის რთულად მისაღები და შემდეგ ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ადამიანის გარემოზე და მის შესაძლებლობებზე და გამოვლენებაზე რაც თქმა უნდა. შენ რას ურჩევდი ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, ვინც გიყურებს და მართლა ეხლა დგას ცხოვრების რაღაც ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უკვე ჩვენ გავიარეთ ესე. არ ვიცი, რთული არის ეს პასუხისმგებლობა, აიღო რომ ვიღაცას რაღაც ურჩიო, მით უმეტეს მაგასაკის ბავშვებს არა, მოზარდებს უფრო ესე ვიტყოდი. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემიძლია რომ ეხლა ჩემი ამ 25 წლიანი გამოცდილებით გავუზიარო ჩემს პატარა მეგობრებს არის ის რომ სწავლა არ არის ტანჯვა. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი გააზრება, რომ სწავლობ იმიტომ კი არა რომ რაღაც უნდა ისწავლო, იმიტომ რომ ეს არის სიამოვნება. ჩვენ ადამიანები ბავშვობიდანვე ვართ ცნობის მოყვარები, ეს ჩვენი ბუნების ნაწილია. მე დროთა განმავლობაში რაღაცნაირად სხვადასხვა არასწორი განათლების სისტემის სხვადასხვა არასწორი ადამიანების გამო ჩვენ ეს შემეცნება აღარ გვაინტერესებს იდეოლოგიური ბუნები, ჩვენ ესეთები ვართ. ამიტომ მნიშვნელოვანია ალბათ მაგ გასაგში ზუსტად ეგ პერიოდი, როდესაც იწყებ ძებნას და რაღაცა სასეცებს უშვებს სხვადასხვა მიმართულებით, ყველაფერი ისწავლო, ყველაფერი ცადონ, ყველაფერს მოედონ. ის ენერგია, რომელიც ახლა მოზღვავებულია, რაღაც უაზრო სკროლვაში, ან უაზრო რაღაც საქმიანობებში, ან ვიღაცებთან ურთიერთობაში კი არა, აი ამ ინტერესების ესეთი ციმციმე თვალებით ეძებონ და ყველაფერი რაც მათ ირგვლივ, რაც მათ ინტერესებშია, ცადონ და იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. არ არის მნიშვნელოვანი ვინ რას იტყვის, ვინ რას ფიქრობს, ვის რა უნდა რომ შენ გამოხვიდეს ამბოლოდ, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გააზრება და იმის პოვნა, რაც შენ ქსიამოვნებს. რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებს. საინტერესო რაღაც ვის რა უნდა გამოხვიდებდა, შენ რაზე ჩააბარე თუ გახსოვს? მე ჩავაბარე ბიზნეს ადმინისტრირებაზე, კი ბატონო და ეს იყო სრულიად შენი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, როგორც გითხარი, ჩვენს ოჯახში არის დემოკრატია, ამიტომაც კენჭი უყარეთ ეხლა უნდა თქო ბიზნესი გადაგიყო, ჩვენ გქონდა იმის თავისუფლება, რომ გვესწავლა იმ მიმართულებით, რაც ჩვენ გვინდოდა. იყო რა თქმა უნდა, მამაჩემის მხრიდან რაღაც კონკრეტული შემოთავაზება. სულ მამას ახსენებ. დედაჩემი დაიჩაგრა, ხო? დედას არ ვახსენებ და. დედაჩემი დაიჩაგრა, მაპატიე ბელა. არა, დედაჩემზე თუ ლაპარაკი დავიწყა, შეიძლება აღარასოდეს აღარ გავჩერდა, იმიტომ რომ ეს არის პედაგოგი. და აი მართლა გულწრფელად მე მსგავსი კეთილი ადამიანი ანუ მთლიან დედამიწაზე და მთლიან galaktikasზე, აი მართლა არ ვიცნობ. ანუ ადამიანი არის ჯერ ყოველთვის იღების, აი ყველას უყარს. არ ვიცი, მე ყოველთვის ვეკითხები, რომ ანუ დედა, მე ვის შენი შვილი ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვარ ეგეთი და დედაჩემი არის აი უკეთილესი, უტკბილესი, უკომფორტულესი ადამიანი, აი არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის იმდენად მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ის დედაჩემია და რაღაცა მისი სისხლში, ხორცში რაღაცაში მაქვს, იმიტომ რომ ეს არის უაღრესად საყვარელი, კომფორტული, უკარგესი ადამიანი, უკარგესი დედა, მეგობარი, მშობელი, არ ვიცი, ყველაფერი საერთოდ.
ცოტა მაინც ვახმოვინე დედაზე, იმიტომ რომ სულ მამა და მამაზე იყო საუბარი. დედა მაპატი მიყვარხარ უფრო მეტად. კი ბატონო, კარგად მივიდივართ მოკლედ, იმიტომ რომ მე რასაც უსმენ, ვიღებ ინფორმაციებს და ვფიქრობ მაყურებელიც მიიღებს და დაწერს აუცილებლად კომენტარებში და მე მიჭირს ყოველთვის რო უთხრა ჩემს გამომწერებს და ესე გადამაქვს ეხლა რომ საუბარში სტუმართან მეუბნები რომ გამოიწერონ ჩემი არხი. რა თქმა უნდა, მეგობრებო. თქვენ თუ გიჭირთ ეგ მაინტერესებთ. გამოიწერ. აი მე რო ეხლა მეუბნებოდი შენს გამომწერებს, რომ გამოიწერეთ გიორგის არხი, ხო? სხვათა შორის არასდროს არ ვეუბნები. რა, ანუ ვერ ამბობ? მესიკვდილება, ხო. და მე არ მიჭირს საუბარი ზოგადად და ეხლა კომუნიკაცია, მაგრამ მე ვტრიალები და სტუმართან ვსაუბრობ. ამას შევამჩნიე ძალიან ხშირად ვამჩნევ უკვე ჩემ თავს ამაში. რატო, ანუ რა კომპლექსი არის ეგ? არ ვიცი. არის მე მაგათად არასდროს არ ვამბობ გამოიწერეთ ჩემი არხით, ხო, იმიტომ რომ ყოველთვის ესე მეგონა რომ თუ ადამიანს მოსწონს და უყვარს, მაინც გამოგიწერს. მაგრამ შევამჩნიე რომ YouTube-ზე ეს არის აუცილებელი. კი ბატონო. რომ შევახსენოთ. ამიტომაც შევახსენოთ ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს მაყურებელს, რომ აუცილებლად გამოიწერეთ დიდი კვიზი. კი ბატონო. მადლობა. ახლა როგორ მომიგვარა პრობლემა. ჩემ ბოლოს გვაქვს top 5, რომელსაც ყველა სტუმარს ვეკითხებით და მოდი დღეს შენ დაგვისახელე. პირველი რჩევა, რომელიც მოუციათ შენთვის. top 5 რჩევა, რომელიც ჩემთვის მოუციათ? კაი. დავიწყებ და არ ვიცი 5-მდე ავალ თუ არა, მაგრამ რამდენიც გამახსენდება. იმიტომ რომ მე არის top 5 სასაცილო კომენტარი, რომელიც დაუწერია ჩემთვის თუ გახსოვს. ვაიმე, მაგასაც ვერ გავიხსენებ. რჩევაზე ჩავფიქრდები. პირველი და მნიშვნელოვანი, რაც აი მართლა ჩემი ცხოვრება შეცვალა, ეს არის ის, რომ არასოდეს არაფერი არ გადადო. კი ბატონო. აი ყოველ ორშაბათს ვიწყებ ვარჯიშს. ხო, მე მივხვდი რომ ორშაბათი თვის დასაწყისი და ხელფასის მერე და აი ბათუმიდან დავბრუნდები მერე არ არსებობს. ჯობია რომ გავაკეთოთ დღეს, გავაკეთო უფრო ცუდად, ვიდრე გავაკეთებდი ორშაბათს, არა იდეალურად, მაგრამ დავიწყო, იმიტომ რომ შევამჩნიე არა ეს ძალიან ისე იქნება ნათქვამი, იმიტომ რომ რეალურად ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ დაწყება ჭირს, თორე გაგრძელება ძალიან საინდის არის. შედიხარ მე ეშხში. აზარტში. ხო, ამიტომაც დაწყება მნიშვნელოვანია და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი სხვათა შორის რომელიღაც ლექციაზე მოვისმინე, ისი იყო ამ ყოდი არ მახსოვს. გონი გოგი ჩაიშვილის ლექცია არის ძალიან საინტერესო, სადაც ამბობს. ისეთ საჯარო შეხვედრის ლექცია და მაგას ამბობს, რომ აი არასოდეს არაფერი არ გადადო და რაც ეს რაღაცა დავღუზე საკუთარ თავში, რომ აი როდის გავაკეთე და მოდი ეხლა ამის მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა და მე მივეჩვიე რაღაცნაირად ჩვევა ჩამომიყალიბ და მეორე მნიშვნელოვანი რჩევა არის ის, რომ როდესაც რაღაცას გთავაზობენ და გინდა თქვი კი, იმიტომ რომ შეიძლება მეორჯერ აღარ შემოგთავაზონ. ანუ მოვიფიქრებ და მე გაგცემთ პასუხს, დაგიბრუნოთ პასუხს, შეიძლება ეს ხო, რა თქმა, არა, მაგას არ გულისხმობ. ნახე, აი ბავშვობაში ხო ქონია მომენტი, რომ შოკოლადის რო გეუბნებოდეს, სტუმრად რო იყავი, რომ აი აიღე ჭამეო. და შენ რო არა არ მინდოდა. მე აღარ გაწევდი. აი ეგრე არის რა, მე მაგათად აი რო გითხრა, რომ აი ამ ჭიქას გაჩუქებ და შენ გინდა, მაგრამ იმის გამო რომ მორცხვი ხარ, თქვი რომ აი არა, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობ რომ მეორეჯერ კიდე შემოგთავაზებ და გაჩუქავ, მაგრამ შეიძლება აღარ შემოგთავაზო და მე მთელი ცხოვრება მაგაზე ინანო. ესე არის რაღაცა ცხოვრება გიგზავნის ძალიან ბევრ საჩუქარს ესე ვთქვათ და ხო, ანუ როცა რაღაცა მოდის, უნდა მოკიდო ხელი და აიღო. გინდა, აიღე, არ ჭირდება ბევრი ფიქრი. კი ბატონო. მეტი არ ვიცი. ეს არის ჩემი ცხოვრების ეს ორი მთავარი დევიზი, რომელსაც ისეც დავატარებ და ხოდაშორის რჩევებზე ბევრი არ მიფიქრი, არ ვიცი, ესე არ მახსენდება, რამე მნიშვნელობას ვერ გეტყვი. კი ბატონო, ორი რჩევით შემოვიფარგლოთ პირველად top 5-ში. იყოს და კომენტარები ხო არ გახსენდები? არა, კომენტარები. ანუ წარმოიდგინე რა დონეზე არ აღიქვავს კომენტარებს, რომ არც აინტერესებს და არც ახსოვს რა დაუწერეს კომენტარი. სიმართლე გითხრა, ჩემი ოჯახის წევრები რომ არც დავიკითხავდი ბევრ კომენტარს. ეხლა უბრალოდ მიწევს რა თვალი მაინც გადავავლო, რომ რაღაც აი სადაც ძალიან ბინძური, ხო, ძალიან ბინძური კომენტარები ავშლი, მაგრამ ისე
სხვა კრიტიკას აუდიტორიასთან როგორი ურთიერთობა გაქვს, ეგ მაინტერესებს. ძალიან უშუალო და ძალიან ახლო. აი როგორი უშუალო, იცი? აი შეიძლება ესეთი თმა და საბანი აწეული თმით რაღაც აი საშინელი სახით, რაღაც სახეზე გამოსული რაღაცნაირი რა, ესე შემოვატრიალო კამერა და რაღაცა ჩავუწერო. აი იმდენად ახლო და იმდენად უშუალო კომუნიკაცია მაქვს, რომ ზოგჯერ მართლა ვფიქრობ მაგაზე, რომ აი რომ ხდებოდა, რომ 300,000 ადამიანი გიყურებს. ხო. და ერთ ოთახში რო წარმოიდგინეს ხო, ანუ 300,000. შენ აი რა ფორმაში ხარ, ალბათ ამას ბოლომდე ვერ აღვიქვა, რომ ამდენი ხალხი მიყურებს და ამიტომაც ვარ ესეთი ბუნებრივი, მაგრამ აშკარად ჩემს აუდიტორიას ზუსტად ეს ხიბლავს. კი ბატონო, და მაგითო გიყურებ. დიდი მადლობა, რომ იყავი გულწრფელი და მოხვედით საინტერესო იყო. კი, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო. მე კარგად გისმენთ კომენტარებში დაწერენ ჩვენი მაყურებლები, პირდაპირები არიან. იმედი მაქვს, რომ მოეწონება. წარმატებებს გისურვებ და რა ვიცი, შემდეგ სტუმრობამდე მოკლედ ესე ვთქვათ. შვიდობით. დროებით. შვიდობით არა დროებით. შვიდობით არა ნახვამდის.